მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის უსაფრთხო კუთხის მორიგი ეპიზოდი. დღეს ჩვენი სტუმარია კომპანია გერგილის შრომის უსაფრთხოების პროექტების მენეჯერი თაკო გვასალია. მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოწვევისთვის და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობა თაკო, კიდევ ერთხელ გადაცემაში სტუმრობისთვის. ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა შენი სტუმრობა ჩვენს გადაცემაში. ჩვენ გვინდა დღევანდელი თემა დაუთმოთ კომპანია გერგილს შრომის უსაფრთხოებას. ჩვენ გვინდა რომ უფრო ახლოს გავაცნოთ საზოგადოებას, არა მარტო შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს, არამედ ჩვეულებრივ მოქალაქეებს, გერგილის, როგორც შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანიის როლი მიმდინარე პროცესებში, თუმცა კი გერგილი სანამ იქნებოდა შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანიით დაკავებული და ამ პროფილსაც აითვისებდა, როგორც ვიცით, გარემოს დაცვით იმ მიმართულებით საკმაოდ დიდი ისტორია გააჩნია და ამაზე რომ გითხრა 1-2 სიტყვა. გერგილი თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან გარემოს დაცვითი მიმართულებით და საკმაოდ დიდი გამოცდილებით, ესე ვთქვათ, არის ბაზარზე. ესე იგი შეიძლება ითქვას, რომ გერგილი არის წამყვანი საკონსულტაციო კომპანია გარემოს დაცვის კუთხით. იმიტომ რომ 2002 წლიდან ოპერირებთ ბაზარზე, პლუს კიდევ ჩვენ რა თქმა უნდა გერგილი ვიცოდით აქამდეც, მაგრამ სანამ მოგიწოდით იქამდე თქვენ პროექტებსაც გავეცანით, საკმაოდ ასე ვთქვათ, დიდი ფიდბექი გაქვთ გარემოს დაცვაში და ძალიან სასიამოვნოა ის, რომ ქართულ ბაზარზე ოპერირებს ისეთი საკონსულტაციო კომპანია გარემოს დაცვის კუთხით, როგორც არის გერგილი. იცით რა მაინტერესებს? გერგილი საინტერესო სახელია. რაიმე ისეთი დეფინიცია ხომ არ აქვს ამას, ან რაიმე საინტერესო ისტორია ხომ არ აქვს თვითონ სახელს გერგილს? გერგილი არის ქართული სიტყვა და ნიშნავს ესე ვთქვათ მიზანდასახულს და შრომის მოყვარეს, რაც ასახავს ესე ვთქვათ კომპანიის ღირებულებას, რა თქმა უნდა. ეს სიმბოლური სიტყვა, რაც გამოხატავს ესე ვთქვათ შრომის მოყვარეობას, შეუპოვრობას ამ კუთხით. თაკო, ძალიან საინტერესოა გერგილის როგორც შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანიის ისტორია, როდიდან გადაწყვიტა კომპანიამ უკვე ამ პროფილითაც დაიწყო ოპერირება ქართულ ბაზარზე. როგორც უკვე გითხარით, გარემოს დაცვითი კუთხით საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებდა გერგილი, შესაბამისად რაღაც კუთხით შეხება ჰქონდა შრომის უსაფრთხოებასთან, ხოლო უკვე 2019 წლიდან, როდესაც საქართველოში შემოვიდა მოთხოვნა შრომის უსაფრთხოების შესახებ, გერგილმა გაფართოებული მომსახურებით დაიწყო ესე ვთქვათ შექმნა შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი და ესე ვთქვათ 2019 წლიდან ქართულ ბაზარზე ემსახურებოდა შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. თაკო, როგორც პროექტების მენეჯერი შრომის უსაფრთხოების კუთხით, რას გვეტყვი, რა არის გერგილის ნიშა, როგორც საკონსულტაციო კომპანიის ქართულ შრომის ბაზარზე, შრომის უსაფრთხოების ბაზარზე, რა თქმა უნდა. გერგილის ესე ვთქვათ შრომის უსაფრთხოების ბაზარზე ნიშაზე რო ვისაუბროთ, ძირითადად გეტყვით ინდივიდუალურ მიდგომებზე, ყოველთვის რა თქმა უნდა ჩვენ ინდივიდუალური მიდგომები გვაქვს, ასევე მინდა ამ თემას როცა ვეხებით ინოვაციებზეც ვისაუბროთ, ჩვენ გვაქვს ესე ვთქვათ ტრენინგების შესახებ ახლა დამეთანხმებით, რომ ისეთი ობიექტებისთვის, რომელსაც მაგალითად 800-ზე მეტი ადამიანი ყავს ხო დასაქმებული, ძალიან რთული არის ადგილზე მისვლა და ტრენინგის ჩატარება. ამის ორგანიზება, ესე ვთქვათ, ძალიან რთულია. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ონლაინ პლატფორმა, სადაც დასაქმებულები გადიან ამ ტრენინგებს და ასევე გვაქვს ტესტირებაც შესაბამისად, რომ ესე ვთქვათ, ნახოთ ნამდვილად გაიარეს თუ არა მათ ტრენინგი და ასევე ჩვენი სპეციალისტები ადგილზე მისვლისას ყოველთვის ესაუბრებიან დასაქმებულებს. ასევე ამ პლატფორმაზე გვაქვს ჩვენ აღრიცხული, ვისაც სატრანსპორტო ესე ვთქვათ მიმართულებით მუშაობთ. ყოველ დღიურად ესე ვთქვათ გვაქვს მონიტორინგი ამ სატრანსპორტო სისტემების და ყოველდღიურად ავსებენ დასაქმებულები ამ პლატფორმაზე. ეს თუ სწორად გავიგე, დაახლოებით 360 გრადუსიან შემოწმებას გულისხმობს, ხო? ანუ გვაქვს რაღაც სოფტი, ხო? გერგილს შეგნით აქვს სოფტი, რომელსაც იყენებს ისეთი სპეციფიური სექტორებისთვის, როგორც არის თუნდაც ლოჯისტიკა, სადაც ხშირად ვერ ხერხდება თანამშრომლების შეკრება. თემატურად მივედით იქამდე და არ შემიძლია რო არ დაგისვა ეს კითხვა, ეს არის ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციაზე, Save Pro-ზე, რომელიც არის პირველი ქართული შრომის უსაფრთხოების სოფტი. თქვენ გერგილს როგორც ასე ვთქვათ სოფტის მოყვარულ ორგანიზაციას, რომელიც აქტიურად იყენებს ამ ყველაფერს, მინდა გკითხოთ, როგორ უყურებთ ამ ყველაფერს ქართულ ბაზარზე, არის თუ არა ბაზარი მზად დღეს სოფტებისათვის და თუ გქონიათ რაიმე სახის გადაკვეთა Save Pro-სთან და ზოგადად რას ფიქრობთ
ამ პროგრამაზე. ესე პირადად მე არ მქონია გადაკვეთა, მაგრამ მივესალმები, იმიტომ რომ განვითარების უფრო მეტი პერსპექტივაა, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ინოვაციები საჭიროა, რა თქმა უნდა, ამ სფეროშიც. თქვენ როგორც ახსენეთ, თქვენ გაქვთ ესე იგი შიდა სოფტი და ამ ყველაფრიდან გამომდინარე ალბათ ძალიან გიმარტივდება შრომის საფრთხეების პროცესის მართვა. იქ ონლაინ ტრენინგები გაქვთ, შემდგომ უკვე ონლაინ ტრენინგის შემდეგ გადიან ალბათ ტესტირებას, როგორც ახსენეთ და უკვე აი ამ ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატებიც გენერირდება თუ ამ ყველაფერი გაქვთ თქვენ. აი მაგალითად Safe Pro-ს აქვს ესეთი მოდული ონლაინ ტრენინგების 10 ქულიანი ტესტირებაა ბოლოს და 7 ქულის აღების შემთხვევაში უკვე გენერირდება სერტიფიკატი, რა თქმა უნდა, Safe Pro-ს დამფუძნებლების ხელმოწერით და ნომრიანი სერტიფიკატები აქვს. კი ბატონო, ჩვენ სერტიფიკაციაზე არ გავცემთ. ძირითადად ესე ვთქვათ, ახლა რაც გვაქვს მომსახურება, ჩვენ ვამოწმებთ ამ ყველაფერს, როგორ გაიარეს, რა თქმა უნდა, ჩვენს გვაქვს გარკვეული ბარიერები მანდ და ამით დასაქმებულებს ვამოწმებთ, ესე ვთქვათ, რამდენად გაიარეს შრომის უსაფრთხოების ტრენინგი. და როგორც უკვე ვახსენე, ადგილზეც აუცილებლად ვამოწმებთ ამ ყველაფერს. თაკო არ შემიძლია არ კითხო იმ გამოწვევებზე, რასაც აწყდებიან ხოლმე ზოგადად არა მარტო საკონსულტაციო კომპანიები, არამედ უშუალოდ შრომის საფრთხეების სპეციალისტებიც არ აქვს მნიშვნელობა. მე ასე ვფიქრობ, ხარ დასაქმებული საკონსულტაციო კომპანიაში, მუშაობ ფრილანსერად, თუ ხარ შრომის ინსპექტორი, ვფიქრობ, ყველას გვაქვს ერთი საერთო გამოწვევა ის, რომ ახალია დღეს შრომის საფრთხეების სისტემა, არის გავრცელების პრობლემა ამ ეტაპზე. ალბათ ყველანი დაკავებული ვართ იმით, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მივიტანოთ შრომის საფრთხეების საჭიროება, ის რომ არსებობს რეალურად 2019 წლიდან ეს ვალდებულება ნებისმიერ ეკონომიკური საქმიანობის დარგისთვის, თუმცა ყველას გვაქვს ინდივიდუალური გამოწვევა, ხო? ანუ ეს საკონსულტაციო კომპანიების შემთხვევაში, ფიზიკური პირების შემთხვევაში და მარეგულირების შემთხვევაში. აი რა არის გერგილის ესეთი გამორჩეული გამოწვევა შრომის საფრთხეების ბაზარზე, რაც ან ხელს უშლის, ან мотивაციით ავსებს კომპანიას, ან შეიძლება რაიმე კიდევ სხვა დამატებით ასე ვთქვათ, სირთულებთან იყოს დაკავშირებული. ჩვენ გამოწვევებს და ინტერესის სფეროს წარმოადგენს რეგიონები. შრომის უსაფრთხოების კუთხით მინდა გითხრათ, რომ ესე ვთქვათ, ცნობიერება შედარებით უფრო დაბალია. შესაბამისად, ჩვენ ბევრ კომპანიასთან თანამშრომლობთ და ჩვენი სპეციალისტები ჩადიან ადგილზე, ხელმძღვანელობასთან ერთად ნერგავენ შრომის უსაფრთხოების სისტემას და ვცდილობთ, რომ ეს კვალიფიკაცია და ეს ცნობიერების კუთხით ავამაღლოთ, ესე ვთქვათ, რეგიონებში. გასაგებია. მე ვფიქრობ და არა მხოლოდ მე, ჩვენი გუნდი ვფიქრობთ, რომ საერთო საზოგადოებრივი შემეცნება უნდა იყოს იმ დონეზე, რომ ინსპექტირებების გარეშეც დანერგონ თუნდაც რეგიონებში ბიზნესმა შრომის საფრთხეების პროცესი. იმიტომ რომ პირველ რიგში ეს მორალური ღირებულებები უნდა იყოს, ხო, წამოწევ ჩვენ თითქმის ყველა ეპიზოდში ხაზგასმით ვამბობთ იმას, რომ ბიზნესმა მორალური ღირებულებები უნდა წამოწიოს წინა პლანზე და არ უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ შრომის საფრთხეების პროცესი მიმართული იმისკენ, რომ აი ნაკლებად დავჯარიმდეთ, რაღაც ადმინისტრაციული სახდებები არ დაგვეკისროს და ასე შემდეგ. შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ შრომის ინსპექცია ვერ მოახერხებს იმას, რომ რეგიონებში ეს შრომის უსაფრთხოების სისტემა აქტიურად დაინერგოს. ეს პირველ რიგში უნდა გაკეთოს ჩემი პირადი აზრით ბიზნესმა. რა თქმა უნდა, ამაზე დამსაქმებელმა აუცილებლად უნდა იზრუნოს და ეს ცალკე, ესე ვთქვათ, გამოწვევად შეიძლება ჩაითვალოს, რომ დავარწმუნოთ, ესე ვთქვათ, ბიზნესი დამსაქმებლები, რომ საჭიროა შრომის უსაფრთხოება და ეს ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა კიდევ მინდა გითხრათ შრომის უსაფრთხოების კუთხით საქართველოში. მაგრამ სამწუხაროდ ინსპექტირებების გარეშე ეს ყველაფერი ვერ ხერხდება. არა, სხვათა შორის ინსპექტირებების რაოდენობა მკვეთრად იმატა, ჩემი პირადი დაკვირვებით ამას სტატისტიკაზე დაყრდნობით ვამბობ და არ არის ეს უბრალოდ მოსაზრება. რამდენიმე დღის უკან სხვათა შორის მივლინებით ვიყავი და იქაც ერთ-ერთმა დასაქმებულმა აღნიშნა ის ფაქტი, რომ აბსოლუტურად ყველგან დგასო ინსპექციის მანქანაო და რამდენადაც მე ვიყავი გახარებული მაგ ფაქტით, იმდენად იყო დამწუხრებული დამსაქმებელი, მაგრამ არა ხო? არა უშავს. თავიდან დამწუხრდებიან და შემდგომ მიხვდებიან ის, რომ დღევანდელი $1 შრომის საფრთხეებაში ერთ წელში და წელიწად ნახევარში გავხდებათ 1000 და შეიძლება 10000. რა ვქნათ, განვითარებადი ქვეყანა ვართ.
ვერ ვისაუბრებთ იმაზე, რომ რაღაცა რაჭა მორალური ლეჩხუმში კუთხით დავიწყეთ და რაღაცა და რაჭალეჩხუმში თავისით დაინერგა ეს სისტემა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე გადამწყვეტი როლი ითამაშა გაზრდილმა ინსპექტირებებმა. დამატებით, რა თქმა უნდა, უკვე ჩვენ სპეციალისტებმა, რომ ჩავიტანეთ ეს ამბები მარეგულირებელთან ერთად. ამასთან ერთად ისიც არის ლევან გასათვალისწინებელი თაკო, რომ იდეაში მიწოდების და მოთხოვნის პრობლემა შეიძლება შეიქმნას. აი თუნდაც ავიღოთ რაჭა ან ლეჩხუმი ავიღოთ, რაჭა ლეჩხუმი ავიღოთ, ან თუნდაც სვანეთი, ან ნებისმიერი დამთხოვარი შემთხვევითობა. შემთხვევარი შემთხვევითობა, კი ბატონო. ახლა კახეთში კი რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ღვინის საწარმოა, ბიზნესი ახლა კახეთში, ვერ ვიტყვი რომ ყვავის სადმე ბიზნესი, მაგრამ ნუ შედარებით უფრო ისე კახელები უფრო არიან ბიზნესმენები, ჩემი აზრით რა, ახლა რაჭაშიც არიან, ლეჩხუმის არიან იმერეთში, მაგრამ აი შრომის საფრთხების სპეციალისტი არ არის მხოლოდ ის ადამიანი, ვისაც აქვს სერტიფიკატი. შრომის საფრთხების სპეციალისტი არის ადამიანი, რომელსაც გათვითცნობიერებულია ყველა ის ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომელიც შრომის საფრთხების სპეციალისტს ახლავს თან. შესაბამისად, ეს კვალიფიკაციის პრობლემაც არის, მე ასე ვფიქრობ რა, რომ დაინერგოს გამართული შრომის საფრთხების პროცესი ნებისმიერ რეგიონში, გჭირდება ალბათ მინიმუმ, რა ვიცი, რამდენიმე ათეული კარგი შრომის საფრთხების სპეციალისტი მაინც, რომელიც სწორად აიდენტიფიცირებს საფრთხეებს და ახდენს რისკების პრევენციას. თორემ ახლა რაღაც გარკვეული ჟურნალების შედგენა პრობლემა არ არის, ბოლო-ბოლო მოგწერენ ჩვენ და ჩავუგდებთ უბედური შემთხვევის აღრიცხვის ჟურნალს ან ასე შემდეგ, მაგრამ თავარი არის რომ საფრთხეები სწორედ დააიდენტიფიცირონ და მოახდინონ რისკების პრევენცია. კი, ამაზეც მინდოდა ფართოდ ჩაშლა ამ თემის, რა თქმა უნდა, როდესაც ვსაუბრობთ მსგავს საკონსულტაციო კომპანიის მომსახურებაზე, ლოგიკურია და ძალიან სწორია, რომ დამსაქმებელს გაუჩნდეს კითხვა, რამდენად კომპეტენტურია ეს კომპანია ამ საქმის შესრულებისთვის ან ამ კომპანიაში მყოფი დასაქმებულები, რა თქმა უნდა. ამ კუთხით კიდევ მინდა განმეორდე და თქვა, რომ გერგილი 20 წელზე მეტია, ესე ვთქვათ, ოპერირებს, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ესე ვთქვათ, ყავს ჩვენ გამოცდილი გუნდი შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, რომლებიც ესე ვთქვათ, ინსპექტირებას უკეთებენ ჩვენს ობიექტებს. ნუ აყიდვების მენეჯერი ვარ ერთ-ერთ შრომის უსაფრთხოების კომპანიაში და წასული ვარ ბათუმში. 2020 ან 21 წელი არ არის, აღარ მახსოვს ზუსტად. კორონამდეა რა. და ხარასა გაყიდვების მენეჯერი ხარ, ვფიქრობ იმაზე, რომ ობიექტები დაიმატო, ახლა თუნდაც სპეციალისტი იყო, ფრილანსერი იყო, მაგაზე ხარ ხო დამოკიდებული, შენი მთავარი შემოსავალი არის ის, რაც უფრო მეტ ობიექტს მომსახურები, მით უფრო მეტი განაზღაურება გექნება და აი ესე დავდივარ ბათუმში, მოკლედ ზოგს რო ვაუფერებ, მეუბნებიან, რომ ის არ მინდა რა შრომის საფრთხეობა, კამერები მიყენია და ალგანი მომსახურება და ოკეი, გასაგებია, გამოვდივარ. მაგრამ მე აღარ აქვს ხოლმე აქვს. ხო, არ აქვს, კარგად იყავით, არ წყავა მინდა, შენი არაფერი არ მინდა, გავიშვი ოღონდ აქედან და მე ეს აღარ ვიცი ხა კარგად ბათუმის ქუჩები, მაგრამ აი მაგარი ცენტრალური ბათუმის ქუჩაა და შევდივარ რესტორნებია და რესტორნებს ვაუფერებ, ხო, აბა შრომის საფრთხეების სერვისი ხომ არ გნებავთ. აბა მსგავსი რაღაც რეჩი მაქვს და ანუ შრომის საფრთხეობა, რას ამბობ ჩვენ, ყავს შრომის საფრთხეების სპეციალისტი, ყველაფერი გაკეთებული აქვს, აბსოლუტურად რა ისი გაკეთებაც შეიძლებოდა. დამაინტერესა რომ რა აქვს გაკეთებული შრომის საფრთხეების. მე ვერაფერს ვერ ვხედავ, მე თქვი აქ ცეცხლმაქრი არ გაქვს და რომელ სტანდარტებზე გაქვს საუბარი. გამომიტანა სერტიფიკატი. აგეო? სერტიფიკატიო ხომ აქვსო? სერტიფიკატიო მთავარიო, კარგად ქონდა თან შეფუთული. ლამინირებული, კი, ლამინირებული, ოღონდ რა თქმა უნდა დედანი არ იყო ეხლა რა. დედანი არ იყო, მაგრამ ფერად ქსეროქსში ქონდა, ფერადი პრინტერით ქონდა გაკეთებული ასლი და თქვა მაგ ადამიანს უცვალია ბევრი. კი, დღემდე მახსოვს სახელმდაბარი, იმედია აღარ არის შრომის ჩაიჭრა იმედია. ჩაიჭრა იმედია და ხო რა ეს სერტიფიკატი მაშინ ესე ფასობდა რომ აი სერტიფიკატი იქონდა და მორჩა შრომის საფრთხეების სტანდარტი და აი მაქედან მოვდივართ ხო და დღესდღეობით 2025 წელს მე მაინც ვფიქრობ რომ შრომის საფრთხეების სტანდარტები საქართველოში ასე თუ ისე სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მაღალ დონეზეა რა იმიტომ რომ საფრთხეების იდენტიფიცირება მაინც ხდება კი ხა პირველი დახმარების აღმოფხვრა შეუძლებელია ზოგგან მაგრამ ნუ ასე თუ ისე
იცი, ამასთან ერთად ვებინარებს აკეთებენ სხვადასხვა საკონსულტაციო კომპანიები. ჩვენ ვებინარზე გავიცანით მე და ლევანი ერთმანეთი საერთოდ ვებინარზე. ლევანის ვებინარზე ვიყავი შესული და იქ გავიცანით ერთმანეთი. ეხლა ჩვენ ვაპირებთ კიდე ძალიან საინტერესო ვორქშოპების გაკეთებას, რომელსაც ვაანონსებთ და მეგობრებო, ძალიან მალე იქნება ვორქშოპები. აი ტექნიკურ საკითხებს ვაგვარებთ. აი გრიგორი როგორ იყო ჩაღებს, მაგაზია დამოკიდებული, ტექნიკურ საკითხებს მოაგვარებს თუ არა, მაშინვე ჩავატარებთ ძალიან საინტერესო ვორქშოპებს. ეს იქნება თუ სწორედ მახსოვს 599 დადგენილებაზე. კი ბატონო, დილოდა საშუალებებს. აკო, აქვე არ შეიძლება არ კითხოთ ამ პრეისტორიიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობ, აი საიდანაც მოვედით ხა, ნიკამ რაც ისაუბრა, რომ სერტიფიკატიც კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ სპეციალისტის შრომა შეფასებულიყო. დღეს რა სიტუაცია გვაქვს დამსაქმებლებთან? გაზრდილია მათი ცნობიერება, მთლიანად საქართველოში ავიღოთ, არ გამოვარჩიოთ სექტორი, ხედავ თუ არა შენ იმ სასიკეთო ძვრებს, რომ უფრო მეტად კრიტიკულად უყურებენ ჩვენს მიერ შესრულებულ სამუშაოებს, ან უფრო მეტად აფასებენ, ან შეიძლება ითქვას, აი ვიცი, თუ იგივე არის დარჩენილი, ეგეც თქვი, არ მოგერიდოს, მაგრამ აი რა სიახლეებს ხედავ შენ და რა ცვლილებას ხედავ დამსაქმებლებში და ორგანიზაციებში? კი ბატონო. ჩემი აზრით, ასე თუ ისე ცნობიერება, რა თქმა უნდა, ამაღლდა, რაც კანონი გამოვიდა 2019 წლიდან უფრო მოთხოვნადი გახდა შრომის უსაფრთხოება, მაგრამ ესე ვთქვათ, ბარიერები მაინც გვაქვს ამ კუთხით, იმიტომ რომ დამსაქმებლები მაინც შრომის უსაფრთხოების სისტემას აღიქვამენ, როგორც ესე ვთქვათ, ფინანსურ ტვირთად თუნდაც, მაგრამ ასე თუ ისე განვითარება მაინც გვაქვს ამ სფეროში ვფიქრობ. ანუ არიან ის პირველი მერცხლებიც, ხო? ჩანან. ვისაც სურს რომ მორალური კუთხით დანერგოს შრომის უსაფრთხოების სისტემა. კი ბატონო და რაზეც ვისაუბრეთ ჩვენ, ზოგი დამსაქმებელი ამას უყურებს მხოლოდ კანონმდებლობის კუთხით და რეალურად არ აინტერესებს, ესე ვთქვათ, შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა. მათთვის მთავარია, როგორც უკვე ახსენეთ, რომ ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი და ჰქონდეს სერტიფიკატი. ესეთი შემთხვევებიც, ესე ვთქვათ, არის. ჩვენთვის ძალიან კარგი შეხვედრა ხოლმე, კარგ შეხვედრად იდენტიფიცირდება ისეთ შეხვედრა, როდესაც დამსაქმებელს აქვს გარკვეული საერთაშორისო გამოცდილება. საერთაშორისო გამოცდილება თუ აქვს, აუცილებლად იცის შრომის უსაფრთხოების პროცესის ფასი და უკვე კარგად მოყვება ყველაფერში რა. მინიმუმ რისკები ასრულებაში მაინც აღარ დაგიხარვესდება. ამას ემატებას ის თუ განათლება აქვს იქ მიღებული, ცხოვრობდა გარკვეული პერიოდი დაყო. უფრო მეტად სასიამოვნოა ხოლმე მასთან ურთიერთობა. აი BIP-ის პროექტებშიც თუ აქვს მიღებული გამოცდილება, ან კონტრაქტორი იყო. აი მე ჩვენ გახსოვს ერთი შეხვედრა გქონდა ერთ-ერთ კომპანიასთან და მოკლედ იქ ფაუნდერი ვინც იყო კომპანიის, მუშაობდა BIP-ის პროექტში ძალიან დიდი ხნის უკან და იყო ჩვეულებრივი დაცვის სამსახურის წევრი. დაცვის სამსახურის წევრი იყო. ეხლა სხვა ტიპის კომპანია აქვს და აი დაცვის სამსახურში მუშაობდა, მაგრამ ძალიან კარგად იცოდა შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები და დღეობით უკვე მორალური ღირებულებებიდან გამომდინარე მოინდომა შრომის უსაფრთხოების პროცესის დანერგვა საკუთარ კომპანიაში. და ეგ არის ალბათ არის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების 64 შეიძლება ითქვას რა. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ძალიან მომწონს ისე ვთქვათ იმას, რასაც აკეთებთ და იმედია რომ წარმატებით გააგრძელებთ.